დავიგე იქეთ კი. ბატონო და ჩვენ ხო გაგვიცხადა პრეზიდენტო რომ ეხა დემოკრატიის მეორე ტალღა ის ცუნამი მოდის. იცით რა, აი პირველმა ტალღამ რა სიკეთე მოგვიტანა, ყველამ კარგად. თებერვალში ნახეთ. თუ მეორე ტალღაც ასეთივე ცვლილებებს მოიტანს, მაშინ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად. ეტყობენ გარემოხმარების საბადო მახთან როგორც ჩანს, რა? იცით მაკიაჟია, მაგრამ ცუდად გაკეთებული მაკიაჟი. ჩორფები ჩავს. აი თქვენ ასე ისურვებდით და თუ კი დაუშვათ გაუწყლად ღმერთი ჩვენს პარლამენტარებს მოგისმინათ ბევრმა დაგიჯერა და მოითხოვეს უფრო მეტი. აი რა უნდა შეიცვალოს? აი ეხლა აი ამ რეალურ სიტუაციაში კონსტრუქცია ბატონო დავით. კონსტრუქცია უნდა შეიცვალოს. თუ მაინცა და მაინც აი ბიჯგებს რომლის შედგენასაც აპირებენ ამ უმორგის კონსტრუქციისთვის ეს ბიჯგი უნდა იყოს ძალიან მყარი. რომ მარტო დროებით მაინც შეაკავოს ეს შენობა დაშლისაგან და არა ასეთი. ანუ რა, უნდა შემცირდეს პრეზიდენტის უფლებები. როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის მიმართ. უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობა მთავრობაზე. ხა, დიდი ბოდიში ძალიან დიდ პატივს თქვენ ხართ იმ კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორთაგან. იქ ესენი ეწერა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ მუშაობდა ის ინსტიტუტი. ხო, აი ხო ამაზე აი პრეზიდენტმა პრინციპში გავლენა მოახდინა პარლამენტში თავის ბიჭებით ჩასამე შევარდნაძეზე ვიძახი და აი ის რასაც თქვენ ოცნებობდა აკეთებთ ვერ განხორციელდა. ბატონო დავით 15 2000 მე შემიძლია თქვენ დაგისახელოთ არაერთი კანონი. მართლაც არაერთი კანონი რომელიც გატანაც ასეთ ოპოზიციურმა ნაწილმა მოახერხა მიუხედავად იმისა რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. ანუ იქ ისეთი ვითარება იქნებოდა პარლამენტის დათხოვა არ შეიძლებოდა. ისეთი ვითარება იქნებოდა, როდესაც რაღაცის გასატანად იმ უმრავლესობასაც სჭირდებოდა ოპოზიციის ხმები. და იძულებული იყვნენ, მე შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი კანონები დაგისახელოთ, რომელიც მართლაც კარგი და საჭირო ცვლილებები შევიდა. ეს ერთი, მეორე, აი თქვენ ბრძანეთ რომ ასეთ ვისე გაწონასწორებული მოდელი იყო 2004 წელს. მაგრამ რეალურად მუშაობდა. როდესაც არსებობს კონსტიტუციური ბაზა, ანუ ის თეორიული, კანონიერი კანონმდებლობის ბაზისი, როცა არსებობს სწორი და შემდგომ ვინმე არღვევს მას, ის მაინც გაქვს საქმელი რომ არღვევო. და ასეთი ვითარება არაერთგზის შექმნილა. ახლის გასაკეთებად არაერთგზის შექმნა ასეთი ვითარება. მაგრამ შედეგი ბაზა არის, არასწორი. იმასაც ვეღარ ამბობ, მაგრამ ახლა რადგან კონსტიტუციაზე ვსაუბრობ, თავიდანვე მე მახსოვს ეს 95 წლის კონსტიტუცია პრინციპში მე მახსოვს დეკლარირებული განცხადებები, რომ ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი ეს რეალურად თქვა ფილკენა გრამოტა იყო, იმიტომ რომ 2095 წლის არჩევნებში მოკავშირმა ისე ემუშავა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მან ჩაიგდო ხელში. აი დაცვის მექანიზმები არის საზოგადოების საჭირო, რომ რეალური მრავალპარტიულობა იყოს 2 ან 3 ან მაქსიმუმ 4 სუბიექტიანი იყოს პარლამენტი და ეს კონსტიტუციურად გარანტირებული უნდა იყოს თანასწორი, თავისუფალი არჩევნები. აი არ გიფიქრიათ, რომ რადგან ამაც თავად დაიწყეს ამ კონსტიტუციის მოპირკეთებაზე საუბარი, მეტი მოვითხოვოთ, აი გარანტიები ჩაიდოს, რომ კანონითაც შეიძლება დარეგულირება იმისა, რომ 90% თუ 92 ზუსტად არის ნაცმოძრაობის ბიჭებისათვის, ან დიდი პროცენტია. როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფო თავი ამ ერთპარტიული დიქტატურა? გეტყვით, ეს არის თვითონ აი რა საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული პარლამენტი? ძალიან დიდია და ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის აბსოლუტურად ობიექტური არჩევნები. და არავის ხელი არ წაუწყდა კანონის დარღვევაზე. თქვათ, აი როგორც იმ სისტემაში, როგორც ჩვენთან არის, როდესაც 75 წევრი აირჩევა პროპორციული და 75 მაჟორიტარული, თან მაჟორიტარულსაც გააჩნია. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას გამარჯვებული ხდება ფარდობით უმრავლესობაზე, საშინელებაა. უნდა იყოს ეს 1/3-ზე ნაკლები. აი, თავად ეს აძლევს შესაძლებლობას. ეს პარტიას პროპორციულიდანაც და მაჟორიტარულიდანაც მსხვილი უკმა მიიღოს. ეს უნდა გასწორდეს. ეს უნდა გასწორდეს. გამოვიყენოთ ეს თემა. მეორე, საპროცენტო ზღურბლი, პროცენტული ზღურბლი. კიდევ ქვევით უნდა დაიწიოს. დღეს 5%-ია.
ჩამოიწიოს 4%-მდე, ან 3%-მდე. იცით, როდესაც 1990 წელს აი პირველი მრავალპარტიული არჩევნები რომ გრძდებოდა, მიდიოდა მაშინ კომუნისტურ ხელისუფლებასთან დავა, ოპოზიცია ითხოვდა 3%-იან ღურს. მთელი ოპოზიცია, ვინც კი მონაწილეობდა ამაში, უყურდა 3%-იან ღურს ითხოვდა. ხელისუფლება ითხოვდა მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება 5%-იან ღურს. და აი ამ ვაჭრობის შედეგად მოხდა მორიგება 4%. ანუ აი მაშინვე იდგა ეს საკითხი. და აი ამ საკითხმა და თუ იქნა ესე სისტემა თუ გასწორდა თუ პროპორციულ ნაწილში მეტი იქნა არჩეული მაჟორიტარულში ნაკლები ან გაკეთდა ორპალატიანი პარლამენტი სადაც ერთი პალატა აირჩევა პროპორციული წესით და მეორე მაჟორიტარული წესით მაგრამ ორი მაჟორიტარული სისტემით და არა ისე რომ 1/3 მიერ არჩეული გავიდეს პარლამენტში და თუ ამასთან ერთად უზრუნველყავით ის რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაემორჩილოს მხოლოდ კანონს და არა ხელისუფალთა ნებას მაშინ ვფიქრობ მოხდება სწორედ ის რაც თქვენ ინატრეთ რომ პარლამენტში იყოს 3-4 მეტნაკლებად თანაბარი სუბიექტი რომ არავინ დაიწყოს სიმღერა მე ვარ და ჩემი ნაბადი საათ ტელეს მიდის და ასე მე მწყდება გული რომ ვერა და ვერ ჩამოიქნა ისეთი კანონი რომის ძალითაც ადვილადაც იქნებოდა სამართავი ქვეყანა და პოლიტიკური ნებათაღელვები არ იქნება ფაქტიურად. ბატონო, რა ისწრებთ 2003 წელში გაჭიდაობა იყო საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი. ხომრანება იყო. და დიდი ბრძოლის შემდეგ გახდის ბეიკერის ფორმულა ეს დიდი ბრძოლის შემდეგ მოხდა ის რომ ასე ვთქვათ მართლ პარტიას მართლ პარტიას უმრავლესობა აღარყავდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ახლად მოსულმა ხელისუფლებამ, ნაციონალების ხელისუფლებამ, რა გააკეთა? ფორმალურად დაარქვა უპარტიო საარჩევნო კომისია და ფაქტობრივად გაკეთდა ერთპარტიული კომისია. თავის ხალხი იყო ვითომ პროფესიონალი. მე მგონი აი სტალინის ისიტყვები კარგად ახსოვდა. თოში დაიწყო პაბერდაი. ხო. ეგა არჩევნებში იმარჯვებს ის ვინც ითვლის. აი ეს გააკეთეს. საშინელება ეს ბატონო ვახტანგ მოდით მაყურებელი შემოვიყვან და რეკლამის შემდგომ უპასუხოთ გისმენთ დიახ ეთერშხათ დიახ მოგესალმებით ბატონო ვახტანგ მოგესალმებით ბატონო დავით ესე ორი კითხვა მაქვს პირველი შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას ანუ ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში რა ფუნქცია აკისრია ანუ დამკვირვებლის მეტირი მხოლოდ რეკომენდაცია დონეზია თუ თქვათ აუცილებელია მისი გათვალისწინება მახსოვს წინა რეკომენდაციები მთავრობამ რაღაც სხვა სახით წარმოადგენს თითქოს და ყველანაირად მხარს უჭერდნენ მაგრამ ტექსტში სხვა იყო ეს ერთი და მეორე კითხვა ცოტა დაგვიანებულიც არის გუშინ იყო ამაზე საუბარი პრეზიდენტმა ახსენა გაეროს მისიის არაეფექტური მუშაობა ვეღარ გამიგია ესე იგი ხანამობენ ჭირდება ეს მისიები როგორც ეუთო ისე გაერო შემდეგ აკრიტიკებენ ქვეყნის პირველი პირი აკრიტიკებს მას არა და სულ რაღაც სამკვირაში უკვე ამ მისიის ბედი უნდა გადაწყვეტს და რა ეფექტი ექნება მის ასეთ განცხადებას ქვეყნის პირველი პირის განცხადებას ხათი დიდი მადლობა რეკლამის შემდგომ მოგასმენთ პასუხს რეკლამაა ჩვენს ეთერში დაგველოდეთ ის კითხოს გავხსნით. ბატონო, ახლა მაინც მინდა დაუბრუნდე იმას, აი თუ კი мотиваცია გააჩნია და თუ კი დეკლარაციის, მე მახსენდება ახლა სულ ყოველს იხსენებ ხოლმე ესე კრიტიკულ სიტუაციებში საფრანგეთის რევოლუციას. იქ მაშინ დემოკრატიულმა ძალებმა აი მესამე ფენად რასაც ეძახდნენ და მოიყენეს ეფექტურად მეფის რაღაც კეთილინება და საკმაოდ კარგი დოკუმენტაციის გამზადება დაიწყეს. ეკება აი ერთი კვირა დარჩა, ხო? აი რაღაცა დიდი ფორუმის გავსი შეიკრიბეთ იურისტები, უფრო კონსტიტუციონალისტები და ოფიციალურად საზოგადოებას გააცანით თუ კი პრეამბულაში ლამაზად და მოხარგულად წერია რეალურად როგორც უნდა გაკეთდეს. მოითხოვეთ მინიმუმის 95 წლის კონსტიტუციისკენ დაბრუნება. რაღაცა ესეთით რომ უპასუხოთ რეჟიმს. ბატონო დავით,
გეტყვით რომ ამ დღეებში სულ რაღაც რამდენიმე დღეში ეიცი რომ იკრიბები და რამდენიმე დღეში დრესურიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ალიანსი წარმოადგენს სწორედ იმას რაკითხავს თქვენ და ანუ აი ეს მიზანი რომელიც განმარტებით ბარათი წერია რომ შესრულდეს ამისათვის რა უნდა გაკეთდეს აი შაბათს უნივერსიტეტში დახრულ კარს მიღმა რომ იყო განხილვა მოგეწოდებინათ იმ ბიჭებისთვის რომ მოდით რა თუ კი გაწონასწორებაზე მიდის საქმე ან დაუბრუნდეთ 90 რა ამაზე პასუხი ცნობილი არ უნდათ ეს მაშინ თქვა ეს ბუტაფორიულია და რომ მოგიდეს აბა ამდენი ხარი რა ოფიციალურად ვიცი აი მოდით ვინც ხელი მოაწერეთ იმ 95 წლის კონსტიტუციას ან სარედაქციო საბჭოს